მე ვარ დემეტრე გოხიძე 10 წლის. ვსწავლობ ბუკნარის საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ფეხბურთი და ცეკვა. უფრო რა თქმა უნდა მიყვარს ფეხბურთის თამაში. თითქმის 1 წელია ვთამაშობ არწივებში. მყავს 2 მწვრთნელი, ქემალი მასწავლებელი და დაჩი მასწავლებელი. ორივე მასწავლებელი ძალიან მეგობრულია და მხიარული. მე ვთამაშობ თავდამსხმელის პოზიციაზე. ხან შუაში ვარ, ხან მარჯვნივ და ხან მარცხნივ. მე თავს კომფორტულად ვგზნობ მარჯვენა ფლანგზე. მოედანზე ჩემი მთავარი მოვალეობა გოლების გატანა. ჩემს კარიერაში გატანილი მაქვს 100 გოლი. 1 გოლი გამომივიდა ყველაზე ლამაზი. ცენტრში ვიყავი, ჩავაწოდე საჯარიმოში და ვერავინ ვერ მიწდა და ჩემი გოლი გავიდა. თავიდან არ დავიჯერე და ყველას გაგვიკვირდა. მე გამიხარდა როგორც დიდ ფეხბურთელებს უხარიათ ისე. ჩემი საყვარელი ფეხბურთელია ხვიჩა კვარაცხელია. საყვარელი გუნდია პარი სენ-ჟერმენი. ჩემი საუკეთესო საფეხბურთო თვისება ძლიერად დარტყმა. გამოსასწორებელი მაქვს თავით თამაში. 6 წლისო ვიყავი, მაშინ გადავწყვიტე ფეხბურთელობა. იქამდე მინდოდა გამოსულიყავი კოსმონავტი. ჩემ გუნდში ყველაზე კარგად შეთამაშებული ვარ ანდრია ბერიძესთან. მე ვაპირებ ფეხბურთი ვითამაშო 40 წლამდე. კარიერის დასრულების შემდეგ გავხდები პრეზიდენტი. მიყვარს ჩემი სკოლა, იმიტომ კარგი კლასელები მყავს, კარგი მასწავლებელი და კარგი გარემო აქვს. ჩემ კლასში ყველაზე მხიარულია გაბრიელ ხუციშვილი. ყველაზე მშვიდია დათო ბასილაძე. ყველაზე ცელქია სესილი მჟავანაძე. მე ვარ ყველაზე ჭკვიანი და სიმპათიური. ამ ეტაპზე შეყვარებული არ მყავს. იმიტომ რომ ჯერ ჩემი მოსაწონი გოგო ვერ შევარჩიე. მე რომ გოგო მომეწონოს უნდა იყოს ლამაზი, მოწესრიგებული, ჭკვიანი და მაღალი. ცოლს რომ მოვიყვან, ვიქნები 24 წლის. შვილებს დავარქმევ დათოს და თამარის. ჩემი ცოლის სახელი ჯერ შერჩეული არ მაქვს. ჩემი საყვარელი საგანია ქართული. საყვარელი მასწავლებელია ჩემი დამრიგებელი თამრიკო ბარამიძე. იმიტომ რომ ის არის მხიარული, ლამაზი და ჭკვიანი. ახლა მინდა ვიყო 17 წლის, იმიტომ რომ საქართველოს ნაკრებში მოვხდე. სახლში ვცხოვრობთ მე, ჩემი და დედიკო, მამიკო, ბაბუა და ბებია. კიდე მინდა მყავდეს ერთი და. ჩემი და არის 9 წლის და ქვია ელენე. ის არის ლამაზი, ცელქი და მოუსვენარი. ჩემი აზრით ელენომ გაიზრდება გამოვა ბანკის მმართველი. მამიკო არის უშიშარი, სტუმართ მოყვარე და მეგობრული. დედიკო არის ლამაზი, მზრუნველი და მშრომელი. მე ასევე მიყვარს ცეკვა და 2 წელია ვცეკვობ ანსამ იბერიაში. ცეკვაზე არ ვაპირებდი შესვლას და დედიკო მირჩია. მეც დაუჯერე და ძალიან მომეწონა. ჩემი საყვარელი ცეკვა ჭარული განდაგანა. საყვარელი ილეთია ეს. ჩემ ქორწილში ჩავისმევ შავ კოსტუმს და აუცილებლად ვიცეკვებ. თუ ცოლს ცეკვა არ ეცოდინება, ვეცეკვები სიდეთს. მე ვაპირებ კიდევ ვიცეკვო 6 წელი. მიყვარს კითხვა ზაფხულში. სხვა დროსაც მიყვარს, მაგრამ დრო არ მაქვს. ჩემი საყვარელი წიგნია ბიძია სევა. ძალიან სასაცილო წიგნია და ყველას გირჩევთ წაიკითხოთ. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, გავაერთიანებდი საქართველოს დავით აღმაშენებელივით. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი საფრანგეთში. წინა მონაწილემ დამიტოვა შეკითხვა. ვისთან ერთად გავფრინდებოდი კოსმოსში. მე კოსმოსში გავფრინდებოდი ჩემ მამიკოსთან ერთად. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. რა არის მისი ოცნების საჩუქარი? მაგალითად, ჩემი ოცნების საჩუქარია PlayStation 5. ბედნიერება არის ნაკრებში გოლის გატანა, PlayStation-ს რომ მაჩუქებენ და დედიკოს ჩახუტება. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.